სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით ჩაიარა დღევანდელმა წირვამ. მე სანამ უშუალოდ დღევანდელ სახარებას შევეხები, რამდენიმე რამ მინდა გითხრათ, ესე იგი რაც დაგეგმილია, რომ მე დამოვიწყდეს. პირველი ის, რომ დაგეგმილია არაერთი ღონისძიება საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, როგორც ადრეც გითხარით. და ერთ-ერთი, ყველა აღარ ჩამოვთვალე ამაზე ჩვენ გვისაუბრე, ერთ-ერთი არის ის, რომ არის დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავი. დღევანდელ წელს 1225 წელი მაგალითად. დაგეგმილი გვაქვს ჩვენ იმ ადგილების მოლოცვა, რომელიც უკავშირდება ამ საიუბილეო თარიღებს. ამ შემთხვევაში არის გელათის მონასტერი, რადგან გელათის აკადემია სწორედ მეფე დავითის მიერ არის დაარსებული. გელათის მონასტერი გვაქვს დაგეგმილი და იქ მის შემოგარენში რაც არის დიდი სიწმინდეები. მოწამეთა ბაგრატის ტაძარი. ეს დაგეგმილია 10 რიცხვში. და მანამდე კი დაგეგმილია 4-ში საღამოს 6 საათზე. მე მამა ბორის თხოვე, ის ძალიან კარგად ერკვევა ისტორიის საკითხებში და ის ერთი შეხვედრა დაეთმობა სწორედ მეფე დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას. აი ჩვენ რაღაცნაირად გაშინაარსებულად ვიცოდეთ, სად მივდივართ, რა უნდა მოვილოცოთ, რას უკავშირდება, ახლა მეფე და რამხელა წმინდანია და რაღაცნაირად უფრო შინაარსობრივი რომ გამოვიდეს. ამასთან დაკავშირებით აი ჩვენი მედავითნე ნინო გააკეთებს სიას და ჩვენ 31 მაისის ჩათვლით უნდა გქონდეს უკვე ის წამოსვლელთა სია, ვინც აპირებს წამოსვლას. ყველა შეგიძლიათ რომ წამოხვიდეთ, დანარჩენი თუ რამე პირობა დაგაინტერესდებათ, ნინო გეტყვით ამ ყველაფერს და ოღონ 31 მაისი ბოლო უნდა იყოს, იმიტომ რომ ტრანსპორტის პოვნა მით უმეტეს რომ ექსკურსიებია დაგეგმილი უამრავი, ეგრე იოლი არ იქნება. ამიტომ აი თადარიგი რომ დავიჭიროთ. წავალთ სამშაბათს 10 იუნის და დავბრუნდებით იმავე დღეს. ამ კვირაში მოახლოებულია, ესე იგი, ამაღლების დღესასწაული და 4 შაბათს ჩვენ 4 საათზე გვექნება ლოცვა და ღამით 12-ის ნახევარზე იქნება წირვა. რომ მეორე დღეც წვიმა სამუშაო დღე აქვს, იმასაც შეძლებს რომ რაღაცნაირად წავიდეს და თავის საქმეს არ დააკლდეს, ესე იგი. 1 ივნის დაგეგმილია ჩვენს სამრევლოში სამრევლო სკოლების შემოქმედებითი საღამო 2 საათზე იქნება ეს და ჩვენ ფაქტიურად მასპინძლობა ჩვენ დაგვევალა მეოქრისგან და ისე რომ ესეც იცოდეთ, ეს ღონისძიება იქნება. რაც შეეხება დღევანდელ სახარებას, ესე იგი მე ამას ხელახლა მოკლედ იმიტომ მოვყვები, რომ რადგან ძველ ქართულად იკითხება სახარება და ზოგიერთისთვის ცოტა ძნელად გასაგებია ხოლმე, ამიტომ მოვყვებით. თუმცა ძალიან კარგი იქნება ერთი რამე, ესე იგი ძალიან შეავსებს მორწმუნის წირვაზე დგომას. თუ წინა დღეს თუ წინა დღეებში ჩვენ გადავშლით სახარებას და წავიკითხავთ იმ მონაკვეთს, რაც წირვაზე უნდა იქნას წაკითხული. ეს ძალიან კარგი იქნება. იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი ქადაგებაც და ის საკითხავებიც იმ დღისა იმას უკავშირდება. ყველასთვის ხელმისაწვდომია, ესე იგი. ეს კალენდარიც საეკლესიოც, სახარების ტექსტებიც, ძველ ქართულადაც მათ შორის და ჯობია რომ ადამიანი მიეჩიოს ძველ ქართულად კითხვას. დამწერლობას არ გულისხმობ, თუმცა დამწერლობას თუ ძველ ქართულად იცის ადამიანმა ეს ძალიან კარგია და ჩვენ მას ვცდილობთ, ესე იგი სამრევლოში რომ ეს ბავშვებმა ალბათ ყველა მიციან ეს ძველ ქართულად საკითხი. მე ვამბობ თვითონ შინაარსო ტექსტი ძველ ქართული, ესე იგი აი წყობა სიტყვათ, რომ თავიდანვე მოჭრას უნდა ადამიანმა ის ყამირი. შეიძლება
წირვაზე ყოველთვის ესე იკითხება. ამიტომ უფრო გასაგები რომ იყოს, საქმეც კარგი იქნება, რომ ადამიანი ამას კითხულობდეს და მით უმეტეს იმ წირვის სახარებას, რომელზედაც ადამიანი ესწრება. და უფრო ადვილად გაიგებდა ის სამოციქულო რომ წაიკითხოს. მაცხოვარი განკურნავს ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც არის შობითგან ბრმა. და რომ გაიგებენ, ესე იგი, ეს ფარისევლები, ჯულის მოძღვრები, ჯერ ვერ იჯერებენ, როგორ შეიძლებოდა ესეთი რამე მოხდარიყო, ეს მართლაც ზე ადამიანური ძალაა, ეს ადამიანს არ შეუძლია. მერე თვითონ ეს განკურნებულიც ამბობს, ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით, რომ არსად არ გაგონილაო, რომ დაბადებიდან ბრმა ვინმეს განეკურნოსო და თუ ღვთისგან არ არის, ვერც ეს ვერ შეძლებდა. და ეკითხებიან ხალხი, როგორ მოხდა ეს? ეს ფარისევლებიც ეკითხებიან, არაერთ გზის მათ შორის, ბოლოს შეწუხდება კიდეც, ხო გითხარითო ერთხელო და რაღაცომ ეკითხებითო, თქვენც გინდათო რომ ისი მოწაფეები გახდეთო? თიხა მოზილა თვალებზე მცხო, მითხრაო, წადიო დაიბანეო და წავედი დავიბანედო ხედავ. არ უჯერებენ. მერე წავიდნენ მშობლებს კითხეს. ესო მართლა თქვენი შვილიაო და მართლა ბრმა დაიბადა და მართლა ხედავსო და როგორ აეხილა თვალი. მშობლებს ესე იგი ეშინიათ ფარისევლებისა, იმიტომ რომ მათ ესეთი შეთქმულება ჰქონდათ, რომ ვინც იესოს ღმერთად აღიარებდა, იმას ესე იგი სინაგოგიდან, საკრებულოდან გააძევებდნენ. და მშობლები ამბობენ, რომ ნამდვილად ჩვენი შვილია ეს და ნამდვილად ვიცით, რომ ბრმა დაიბადა, მაგრამ როგორ ხედავს, ეგ ჩვენ არ ვიცით. ეგ მაგას კითხეთო, თვითონ ასაკი აქვს უკვე, თავის თავზე პასუხს თვითონ აგებს, ეშინიათ რომ თქვა, რომ ეს იესო ქრისტემ განკურნა, ვერ ამბობენ. და მაგას კითხეთო, ხელმეორედ დაიბარებენ, ეკითხებიან და სწორედ მაშინ არის, რომ ესე იგი ეუბნებიან, ჩვენო მოსეს მოწაფეები ვართო და შენ ხარო მაგისი მოწაფეო და აგინებენ, ესე იგი ამის გამო შეურაცხყოფენ. ეგო ცოდვილი კაციაო და შენო ღმერთს მიეცი დიდებაო, ღმერთი ადიდეო, ეგ ცოდვილი კაციაო. ჩვენ მე ესე მისწავლიაო, რომ ცოდვილი კაცისას არ ისმენსო ღმერთი. და ეგ რო ღვთისგან არ იყოსო, ვერ შეძლებდა მაგას. ეს უბრალო კაცია. არ იცის, არც განსწავლული არ არის არაფერი, მაგრამ მასში მოხდა ის, რაც მოხდა მაგალითისთვის რო ვთქვათ, მირიან მეფეში, ესე იგი. მეფე მირიანს მარტო ხორციელი თვალები კი არ აეხილა. აი ამ კაცს, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, მას ხორციელ თვალთან ერთად სულიერი თვალიც აეხილა, ნელ-ნელა. აი მაცხოვრის მისადმი დამოკიდებულება ეს არის, მისი სიბრძნე ეს არის, რომ იმ ხორციელი განსაცდელით მას ღმერთმა, ესე იგი სულიერი თვალი აუხილა. ამიტომაც თუ დააკვირდით თავში მოწაფეები ეკითხებიან, უფალო ვინ შესწოდა? თვითონ მან შესწოდა ბრმა რო დაიბადა თუ მისმა მშობლებმა შესწოდეს? არა, არც მას არ შეუწოდავსო, არც მის მშობლებს, არამედ რათა ღვთის საქმე გამოცხადდეს მაგაზე. და მართლაც ეგრე იყო და ეს ეუბნება, რომ ჩვენ ვიცითო, რომ ვინც ღვთისმსახურიაო და ღვთის ნებას აღასრულებსო, მის სიტყვას ისმენსო უფალი. ეს უცოდინარი კაცი აქეთ ამ განსწავლულებს უქადაგებს. და იესო ქრისტეს ღმერთობაში არ წმუნებს, ესე იგი, იმიტომ რომ ეგეთი რამე სამყაროში არ მომხდარაო თვითონე ადასტურებს. თვითონ ეს ბრმა ადასტურებს. და ბოლოს რომ ვეღარაფერი ვეღარ იღონეს, აიღეს და გამოაგდეს ისიც გარეთ. და შეხვდება უფალი და ეტყვის, რომ შენო გწამსო ძეკაცისო, იესო ქრისტე გწამსო. ვინ არისო, რომ ვირწმუნო? და უფალი ეტყვის, რომ თავად არის. და გწამს უფალო და თაყვანის ძემს მას. აი, ეს არის უკვე სულიერი თვალის ახილვა, რომ ადამიანი შინაგანად რწმუნდება მის ღმერთობაში. და პარალელურად ესე იგი წაკითხული იქნა სამოციქულოდან შემთხვევა, სადაც იქაც ერთ-ერთ წარმართ ადამიანს სწორედ რომ სულიერი თვალი აეხილება. და
ეს ყველაფერი კიდე ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე რაღაც ისეთი, რომ ღმერთი თავის თავს დაგანახებს იმ სფეროში, იმ ფორმით, რა ფორმით და რა სფეროში ჩვენთვის უფრო იოლია ამის გაგება. მაგალითისთვის ვიტყვი, სადაც მეთევზეებს შეუძლებელია რომ დაეჭირათ თევზი, ზუსტად იქ დააჭერინა თევზი. სადაც შეუძლებელი იყო უდაბნოში რომ ადამიანი დაეპურებინათ, იქ დააპურა უამრავი ადამიანი. და აქაც ახლა საპყრობილეში რა მოხდა? პავლე მოციქული და სილუანე ზოგან შილა წერია ეს ორი სახელი ერთი და იგივე ადამიანისა ეს სხვადასხვა რედაქციით ზოგან შილა წერია, ზოგან სილუანა წერია. საპყრობილეში არიან გამომწვდეული, რის გამო ესენი სახარებას უქადაგებდნენ, ქრისტეზე ქადაგებდნენ, ერთ-ერთი ეშმაკეული ქალი განკურნეს და მოედანზე, ესე იგი, შეიპყრეს, ცემეს და ჩაყარეს საპყრობილეში. შუაღამეა, პეტრე და შილა გალობენ. სხვა პატიმრებიც ამას უსმენენ. და უცბად შეიძრა საპყრობილე და დასცვიდათ ამათ ჯაჭვები, გაიხსნა კარებები. და საპყრობილის მთავარმა რომ დაინახა, აქ არ ჩანს, მაგრამ შემდგომ ეპისტოლეში ამბობს, რომ ის მონათლა პავლე მოციქულმა და როგორც ჩანს სტეფანე ერქვა ამ კაცს. მან რომ დაინახა, რომ საპყრობილის კარებები ღია, ეძინა მას და რომ გამოეღვიძა, აიღო მახვილი და უნდა ჩაერტყა და თავი უნდა მოეკლა. რატო უნდა მოეკლა თავი? ნახეთ, მანამდე მოხდა ესეთი ამბავი, რომ თუ გახსოვთ პეტრე მოციქულს რომ ეძინა საპყრობილეში, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, ოთხეული იცავდა, ცველები ყავდა და ანგელოზმა გაიყვანა, დაკეტილი საპყრობილედან ანგელოზმა გაიყვანა და იმ ციხის მცველები მეფე ჰეროდემ არც კი გამოიკითხა, ისე დახოცა. ანუ კი არ გამოიკითხა რა მოხდა სინამდვილეში, ეს რომ გამოეკითხა, მართლა სასწაულთან მივიდოდა მისი ეს გამოკითხვა და გამოძიება და მიხვდებოდა, რომ ეს მცველები არაფერ შუაში არ არიან. მაგრამ მან არ გამოიკითხა და ეს ამბავი ახლა ხო იცის ამ სტეფანომაც, რომ თუ იქ არ გამოიკითხა მეფემ, არც აქ არ გამოიკითხავს და მეც ისედაც მომკლავს მეფე. ამიტომ მას აი სასოწარკვეთილი იღებს მახვილს და უნდა ჩაირტყას და თავი მოიკლას და პავლე მოციქული ეუბნება, ნუ უზამო შენს თავს მაგას. ჩვენო ყველანი აქ ვართ, არავინ არ გაქცეულ, ჩვენ ყველანი აქ ვართ, ნუ გააკეთეთ მაგას. და ახლა წარმოიდგინეთ ამ წარმართი კაცისთვის ესეთი რაღაცა, საპყრობილის კარი ღია და კაცი გარეთ არ გადის. რაღაცა არ არის ეს ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენა რა და ეკითხება რომ რა გავაკეთო რომ ცხონდეო და ეტყვია რომ ირწმუნე იესო ქრისტეო და მოინათლეო მისი სახელითო და მართლაც წაიყვანა სტეფანომ თავის სახლში დაბანა მოაწესრიგა ესენი როგორც გითხარით ნაცემი ხალხია მოაწესრიგა დაბანა და მისი მთელი ოჯახი მოინათლა მაშინ და ეუბნება ეს ციხის უფროსი რომ გაგიშვებთო, გაგაპარებთო და ნახეთ პავლე მოციქულის დამოკიდებულება ეხლა არაო ჩვენო უდანაშაულო რომაელებიო ეს დღევანდელ საკითხავში აღარ ეწერა, მაგრამ რაღაცნაირად აზრილ დავასრულო, იმიტომ ჩვენო უდანაშაულო რომაელებიო მოედანზე სახალხოდ გცემესო და ეხლა უნდათო რომ ჩვენ ჩუმად ესე გავაყაროთო, არა, ეგრე არ მოხდება. ეხლა რატო ამბობს ამას? ერთი შეხედვით რომ შეხება თითქოს ამპარტავნების ამბავია, რომ როგორ ამბობს ამას, რომ გიშვებენ, გათავისუფლებენ, ციხის უფროსი გათავისუფლებს. მაგრამ საქმე ნახეთ რაშია. ესენი, ესე იგი, ნაცემები და საპატიმროში ჩაყრილები იყვნენ არა რაღაცა დანაშაულის გამო, არამედ ქრისტეს სახარების ქადაგების გამო. და ესე იგი ხალხში რატო უნდა დარჩენილიყო ის წარმოდგენა, რომ ქრისტეს სახარების ქადაგება არის დანაშაული. ამიტომ ჩვენ ესე ჩუმად კი არ გავიყვანოთ, არამედ ესე გამოვიყვანეთ და როგორც სახალხოდ ცემეს, აი ესე სახალხოთვე დაინახოს ხალხმა, რომ ანუ შინაარსი ეს არის, დაინახოს ხალხმა, რომ ქადაგება კი არ არის რაღაცა დანაშაული. და რატო თქვა, რომ რომაელები ვართ? მათ არ შეეძლოთ რომაელი კაცის მით უმეტეს უდანაშაულო კაცის ესე ცემა. რომაელებს ზოგადად ძალიან დიდი უფლებები ჰქონდათ და ერთ-ერთი იმპერატორის დროს
ეს პატივი რომაელობისა იყიდებოდა და პავლე მოციქულის მამას სწორედ ნაყიდი ჰქონდა ეს პატივი. თვითონ არ იყო რომაელი, მაგრამ ეს ჰქონდა და მათ არ შეეძლოთ რომ პირიქით რომიდან გამოგზავნილი, ესე იგი თუნდაც პონტოელი პილატე ის პირველ რიგში მოვალე იყო რომ იუდეაში რომაელები დაეცა, არათუ აქეთ ეცემა და რაღაც. ამიტომ სარგებლობს ახლა პავლე მოციქული ამითი და ამბობს უდანაშაულო რომაელები. ესეც იმიტომ ამბობს, მანამდე არსად არ უთქვამს. ესეც იმიტომ ამბობს, რომ ქრისტეს სახარებას დაბრკოლება არ შეექმნეს. აი ამისთვის იყენებს ამას. თორე გაშვებით ასედაც უშვებდნენ და ისედაც უშვებდნენ. ხოდა ახლა ამას რატო ამბობ, რატო უსვამ ხას, რომ ჩვენი ცხოვრების წესითაც ქრისტეს სახარებას, ქრისტიანობას, ეკლესიურ ცხოვრებას რომ არ უნდა შეექმნას რაიმე მის ქადაგებას, რაიმე დაბრკოლება ჩვენი ცხოვრების წესით. რომ აი უფალი ხო ამბობს, რომ თქვენო მარილნი ხართ ამას ოფლისა და უკვე თუ მარილი განქარდეს, ვიღათი უნდა დამარილდეს. თქვენ იცით რომ ესე იგი ხორცს იმისთვის რომ არ გაფუჭდეს დაამარილებენ და ეს მარილი ინახავს დიდი ხნის მანძილზე ინახავს ამ ხორცს. სანამ მარილობას ინარჩუნებს, ხორციც არის შენახული. და ჩვენ გვეუბნება რომ თქვენ ხართ მარილი და ეს მარილი ნიშნავს რომ თავის მოწაფეებს, თავის მიმდევრებს ჩვენ თვითონს გვეუბნება რომ თქვენ ხართ მარილი და თქვენი სიწმინდით, თქვენი ღვთისადმი ერთგულებით ეს წუთისოფელი იმ გახცნისგან უნდა გადაარჩინოთ, რაც ემუქრება, როგორც ხორცს ემუქრება გახცნა და გაბუჭება, ისე ამ წუთისოფელსთან ჩვენ ჩვენს თავს შევეკითხოთ, ესე იგი ვართ თუ არა მარილი იქ და ისე როგორც ამას უფალი ჩვენგან მოითხოვს. აი ჩვენ უნდა ვკითხოთ. მე რო ამას ვამბობ, მე კი არ ვფიქრობ რომ მე უკვე ვარ მარილი. მეც ხშირად გამეკითხავ ჩემს თავს კრიტიკულად უყურებ რომ ვარ თუ არა ისე როგორიც უნდა ვიყო და მე აღმოაჩენ რომ არა ვარ ისე როგორიც უნდა ვიყო. და იმისათვის რომ ადამიანი გახდეს მარილი, უნდა მოძღვართან ურთიერთობა ჰქონდეს, უნდა აღსარებითი ურთიერთობა ჰქონდეს მოძღვართან. ისე კი არა ძმაკაცურად, ესე იგი უნდა აღსარება აქვს თავარი. აქვს თავარი ისაა რომ ქრისტემ ჩვენი სისუსტეები, ჩვენი წყლულები განკურნოს, ჩვენი ნაკრულევანება აღმოავსოს და სწორედ სამღვდელო მადლია ესეთი უძლურთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი. ამიტომაც აი ადამიანი რომელსაც ურთიერთობა აქვს მოძღვართან, სწორი ურთიერთობა აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არა არც ფანატიკური და არც რაიმე აკლდეს ამას, არამედ ოქროს შუალედი, ესე იგი. აი სწორი ურთიერთობა როდესაც აქვს ადამიანს, ის ნელ-ნელა საკუთარი თავისგან აღმოფხრის იმ ადამიანურ სისუსტეებს, რაც ხელს უშლის იმაში, რომ სწორედ მარილი იყოს, სწორედ ნათელი იყოს ამას ოფლისა, ესე იგი. როგორ ამბობს უფალი, ეგრეთ წინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთან, რაითა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათას. ანუ ისე უნდა ცხოვრობდე, გვეუბნება რომ შენს კეთილ საქმეებს უყურებდეს ადამიანიდან, ღმერთის დიდებას იწყებდეს. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ზოგჯერ ასე ვართ, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს რომ ხედავს ადამიანი, ჩვენ შინაგანად ესეც ჩვენი სისუსტეა. გვიჩნდება სურვილი რომ ჩვენზე თქვან კარგი, ჩვენ შეგვაქვენ რომ ამან გააკეთა, აი ეს არის კარგი. და ეგ რას ნიშნავს? მაშინ გამოდის რომ ჩვენ ადამიანებსა და ღმერთს შორის დგებით. რომ ღმერთის დიდებას კი არ იწყებს, არამედ ჩვენს ქებადიდებას იწყებს. და უკვე არ ვარ. აი მაგალითად ადამიანი რაღაცას რო გააკეთებს ღვთისწყალობითა და მადლით, დიდი უმადურობა იქნება, ამპარტავნება ხო იქნება და იქნება, მაგრამ დიდი უმადურობა იქნება ღვთის მიმართ, რომ ეს კაცმა საკუთარ თავზე მიიწეროს, რომ ეს მე გავაკეთე.
რასაც არ უნდა აკეთებდეს. დიდი იქნება თუ მცირე იქნება და ადამიანი კიდე თავისთვის არ მოდის. რომ ესე უპასუხისგებლად იყოს და მარტო თავის თავზე იფიქროს, ესე იგი. ადამიანი იმისთვის არის, რომ ყველასთან რაღაცით არის დაკავშირებული. ჩვენ თითოეული რამდენად ამას ვაცნობიერებთ, რამდენად ამას ვასრულებთ, ეს სხვა საქმე. ადამიანები ვართ, სუსტები ვართ და ჩვენი წინსვლა სულიერად სწორედ მაშინ იწყება და იმ დოზით დაიწყება, რა დოზითაც ჩვენ სისუსტეებს აღმოვაჩენთ და ჩვენს დაცემას აღმოვაჩენთ. აი მაგ დროს დაიწყება. თუ ადამიანი სიბნელეში დგას, ესე იგი სარკის წინ, მას შეუძლია ილუზია ქონდეს, რომ ძალიან მოწესრიგებული სახე აქვს. მაგრამ საკმარისია იქ სინათლის პატარა სხივი შემოიპაროს, რომ აღმოაჩენს, რომ თურმე ისე სულაც არ ყოფილა, როგორც მე მეგონა. ამიტომ აი სახარებისეული სინათლის შუქი უნდა ჩვენს გულში შემოვიდეს და ჩვენ იქ უამრავ რამეს აღმოვაჩენთ. ჩვენს სისუსტეებს, ჩვენს ნაკლოვანებებს, რითიც ჩვენ ვერ ვემსგავსებით უფალს. და თუ ჩვენ როდესაც ეს შუქი შემოვიდა და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აი თურმე როგორ მგვანები ვარ ქრისტეს. თუ ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ, ესე იგი ჩვენ აუცილებლად უნდა დავასწროთ, რომ ჩვენ ისე სიბნელეში ვართ და არანაირი შუქი არ შემოპარულა იქ, არ შემოსულა. პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს გულში სახარებისეულმა ნათელმა შემოიხედა, არის სწორედ ის, რომ აბა ნახე, რა ცუდი ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანთან, იმასთან, ჩემს ოჯახთან, ჩემს სამშობლოს მე რას უკეთებ. აბა მე როგორი ქრისტიანი ვარ, გულწრფელად კაცი ამაზე უნდა ფიქრდებოდეს. ისე კი არა, ვიღაცის მოსაჩვენებლად, რომ ესეთი ვარ და მართლა რო გითხრა, რომ ეგეთი ვართ, მე შეიძლება ისეთი განრისხება წამოვიდეს ჩვენგან მის მიმართ. არა, გულწრფელად, აი თუ რომელიმე ადამიანი ამას ხვდება, ესე იგი მასში ნამდვილად შესულა ეს სახარებისეული შუქი და რითი დასტურდება კიდე აი წმინდა მამათა ნაწერების მიერ ვამბობ, ახლა რითი შეიძლება დასტურდებოდეს ის, რომ ჩვენში სახარებისეული შუქი შემოვიდა. ეს კი არ გაღიზიანებს. შფოთში კი არ გაგდებს, რომ აი მე ესეთი ყოფილვარ, ან კი არ ბრაზდები, რომ ეგეთი ხარ, ან სასოწარკვეთილებას კი არ მიეცემი, რომ ეგეთი ხარ. არამედ უპირველეს ყოვლისა სინანული, რომ მე როგორი ყოფილვარ უფალო და შენ შემეწი, აი ნეტარიყნა გლახაკნისულით, აი ამ მდგომარეობაში მოდის ადამიანი, დაბლდება და რაც უფრო დაბლდება, მით უფრო უახლოვდება ღმერთს და რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, ეს სახარებისეული შუქი კიდევ უფრო მეტად აშუქებს ადამიანის სულსა და გულს და კიდევ უფრო მეტ ნაკლოვანებას ხედავს და კიდევ უფრო დაბლდება. და რადგან დაბლდება, კიდევ უფრო უახლოვდება უფალს და საბოლოო ჯამში მოციქული პავლე ამბობს, რომ ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ. წარმოიდგინე, ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ და ამას რომ ამბობს, ის გულწრფელია ამ სიტყვებში. იგივეს ამბობს წმინდა ბასილი დიდი ზიარების წინა ლოცვაში და ისინი გულწრფელები არიან, მათ მართლა ესე მიაჩნიათ, რომ მე ვარ ყველაზე უფრო ცოდვილი. რატომ მიაჩნიათ? იმიტომ რომ მასში იმდენად ჭარბად არის ეს სახარებისეული შუქი, რომ პატარა წვრილმანსაც კი დიდ დაცემად თვლიან და უღირსად თვლიან საკუთარ თავს. დავით მებსალმუნე ამბობს, მატლ ვარ და არა კაცო. მატლი ვარ და ადამიანი კი არა ვარ. წარმოიდგინეთ, აი ეს თან წარმოიდგინოთ ისიც, რომ ეს სიტყვები რაც წმინდა წერილში წერია, სული წმინდისაგან არის. ის რაც პავლე მოციქულმა თქვა, ის რაც დავით მებსალმუნემ თქვა და შეუძლებელია აქ რაიმე სიცრუის ნატამალი იყოს, ან არაგულწრფელობის. იმიტომ რომ ერთ-ერთი დამახასიათებელი კიდევ ნიშანი ქრისტიანისა არის გულწრფელობა. აი ყოველგვარი მზაკრობისგან რომ დაცლილია, ესე იგი. აი როგორ ამბობს მაცხოვარი ნათანაელზე რომ ამბობს, რომ აი ჭეშმარიტი ისრაიტელი, დღევანდელი სიტყვებით რო თქვა, აი ნამდვილი ქრისტიანი, რომელთანაც მზაკრობა არ არის. შეიგი უფალი ესე ახასიათებს, თურმე აი ნამდვილი ქრისტიანი როგორ უნდა იყოს, რომ
იყოს გულწრფელი. გულწრფელი უნდა იყოს ურთიერთობებში ადამიანებთან, თავის მოყვასთან, რა თქმა უნდა. გულწრფელი უნდა იყოს. გულწრფელი უნდა იყოს უფალთან ურთიერთობაში, რომ საკუთარ სინდის არ ატყუებდეს და ესეთი გულწრფელი ადამიანის გული ყოველგვარი ნაკრულევანებისაგან ნელ-ნელა იწმინდება. და სწორედ ესეთი ადამიანი არის ის მარილი, რომელიც ჭირდება ამ წუთისოფელს, რომ არ გადაგვარდეს და არ გაიქცნას. და ვიდრე ესეთი ადამიანი იარსებებს ამ წუთისოფელში, ამ სამყაროს არსებობაც გაგრძელდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა. და ესეთი ადამიანი რომ აღარ იქნება, სწორედ მაშინ დაასრულებს ეს სამყარო არსებობა. სწორედ მაშინ იქნება მეორედ მოსვლის ჟამი. ამიტომაც უფალი ამბობს, რომ ეგ არავინ არ იცის ჩემი ზეციერი მამის გარდა, როდის იქნება. ამას ადამიანი ვერ გამოთვლის. ყოფილა წმინდა და დიდ მამებსაც უთქვამთ, შეცდომა ყველას მოდის. მათაც უთქვამთ კონკრეტული თარი, მაგრამ ის არ გამართლებულა. იმიტომ რომ ეგ არავინ ანგელოზებმაც კი არ იციან. მაგრამ ერთი ის არის, რომ რაც უფრო მეტად სიწმინდით ცხოვრება შენარჩუნდება, მით უფრო მეტად გადაიწევს ეს ჟამი. ღმერთი შეგვეციოს, რომ ჩვენ ვიყოთ მართლაც ის მარილი ამ წუთისოფლისა. ოღონ ეს სიამაყით და ამპარტავნებით კი არა, რომ ჩვენ მარილი ვიყოთ, არა, ეს ჩვენი მოვალეობაა, ესე იგი, რომ ეს ვიყოთ. ეს ჩვენი მოვალეობა. ღმერთი შეგვეციოს, აბა. ქრისტე აღსდგა.